მინდა გაგახაროთ, ჩვენ რამდენიმე პრესკონფერენცია ჩავატარეთ, პავლე გოცირიძესთან დაკავშირებით და ირაკლი გოლეთიანთან დაკავშირებით. ირაკლი ისედაც ვერ დაიჭირეს, მაშინ იმიტომ რომ მან მოახერხა და კამერების ქვეშ გაიხადა ტანის ამოსი, მასაც ბესელიას ხალხი ზდევდა, იმიტომ რომ პავლე გოცირიძეს ეხმარებოდა ადვოკატებში და მტკიცებულებების მოგროვებაში. პავლე გოცირიძე დღეს გაამართლეს. დიდი მადლობა ჩვენი სასამართლო ქალბატონი ლილი მსხილაძის სახით ყოფილა ყველაზე ჰუმანური სასამართლო მსოფლიოში. ხო, რასაც ვერ ვიტყვი პროკურატურაზე, კიდევ ერთხელ მე ხშირად ვესხმი თავს პროკურატურას, ვესხმი თავს არა იმიტომ რომ ხა რაღაც ამოჩემებული მყავს, არამედ რაც დღეს მე ვისმინე პროკურორისგან, ეს იყო უნამუსობა, ხეიძე ვინმე, ვასილ ხეიძე, პროკურორი, არ შეიძლება ახალგაზრდა ბიჭი, რომელსაც გარეთ ახალგაზრდა ცოლი და 4 თვის შვილი ელოდება, აი ესე გაიმეტო არა ადამიანურად და ადამიანი დაგიდასტურებთ, თან კიდე რამ გადამრია, ყველაზე მეტად რამაც გამაოცა. ესე იგი რაღაც 000 რაღაცა ჰეროინი ხო ჩაუდეს პავლე გოცირიძეს რაღაცა ისეთი გაურკვეველი წარმოშობის რაოდენობა, რომელიც არაფრისთვის არ გამოგადგება საერთოდ. რაღაცა ის არის მტვერი და წინა მთავრობაშიო, დღეს პროცესიდან მოვდივართ ამ წუთას პავლე გოცირიძე გაამართლეს ქალბატონმა ლილი მსხილაძემ. ესე იგი წინა მთავრობაშიო ესო ითვლებოდაო დანაშაულათო. აი ხვდებით მიტი კაცი კიდე მიტი კაცია თუ არა კაცი რა ვიცი კაცის მსგავსი რა ვიცი მე ვინ არის იმიტომ რომ არ შეიძლება ახალგაზრდა ადამიანი ეგეთი არა ადამიანი იყოს მიტირის ძველ მთავრობას რომ თურმე რაღაცა მტვერი ჰეროინი რომელიც პავლე გოცირიძეს ჩაუდეს და ხა პავლე გოცირიძეს ცნობილი ფაქტია რამდენიმე ისა აქ მე მაშინაც ვთქვი და კიდევ გავიმეორებ მან იცოდა რომ ზდევდნენ ამიტომ რამდენიმე ჩატარებული აქვს რამდენიმე ანალიზი მანამდეც რამდენი 2 დღით ადრე 1 კვირით ადრე და იმ დღესაც ანალიზი ჩაუტარეს და პავლე გოცირიძეს მუდმივად გამუდმებით ითხოვდა რომ ჩამიტარეთ დნმ-ის ანალიზი რომ იმიტომ რომ ადამიანი მარიხუანასაც არ ეწევა ამაშია საქმე აი როგორ შეიძლება იარაღი რო ჩაუდეს ეს სხვა თემა კიდე მაგრამ გესაუბრებით ჩაუდეს მარიხუანა ჰეროინი და პროკურორი დგას და საუბრობს ვინმე ხეიძე და ესეთი ადამიანები დღეს არიან კიდე პროკურატურაში ჩვენ რა გავაკეთოთ მე სახელმწიფოზე ვნერვიულობ კარგი პავლე გოცირიძე ირაკლი გოლეთიანი გამოვიხსენეთ იმიტომ რომ გავამართლეთ შევძელით მაგრამ 1000 უპატრონო ადამიანია საით მივდივართ რა უნდა გავაკეთოთ ყველა ხო ვერ მოგწდება ყველა ხო ირაკლი გოლეთიანის მსგავსი მეგობარი არ ეყოლება რომელიც მტკიცებულებებს მოაგროვებს იმიტომ რომ ირაკლი გოლეთიანმა ამოიღო ვისკის სახლიდან ფოტო კამერები გადავიღეთ ირაკლი გოლეთიანს სასამართლოზე მე თქვენ გაჩვენეთ მაშინ აქ მქონდა მოტანილი ცირეკიძე რომელიც ეუნებოდა რომ შენ კაცი ყავს დაჭრილიო და ვიღაც სახელს და გვარს ეუნებოდა და მე როგორც გავარკვეთ ეს სახელი და გვარი მართლა დაჭრილი ყოფილა რაღაც დღეს ოღონდ იმ პერიოდში ირაკლი გოლეთიანი ეს გადაღებული გვაქვს ყველაფერი ირაკლი მოასწრო და ჩაწერა ტელეფონზე ვინმე ცირეკიძე სასამართლოს შენობაში უწყობს პროვოკაციას და ირაკლი ამ პერიოდში არათუ სომხეთში ან სადმე გვერდზე სახელმწიფოშია ბარსელონაშია ევროპის საზღვარია გადაკვეთილი ამ პერიოდში როდესაც ის ვიღაც ადამიანი დაჭრილია ვინმე ცირეკიძე ვისაც აბრალებს აი ესე პირდაპირ გადაღებული გვაქვს ესეც გაჩვენეთ ადრე მქონდა მოტანილი რეპორტაჟში არის ეს კადრები შემდეგ იყო ის რომ არ გაუვიდათ ბატონ მირზას ირაკლის მამას შეაგინა სამართალდამცავმა სასამართლოს შენობაში და აი ესე ერჩოდნენ ირაკლი გოლეთიანს იმიტომ რომ მართალი პავლე გოცირიძე არ დაეცვა პავლე გოცირიძე არის ტოლუშვილი მას მამა არა ყავს უმამოთ არის გაზრდილი მე ვიკითხეთ ორთაჭალში უბანში ყველა ხალი ყველა უფროსი ჩემზე უფროსი ხალებიც გეტყვიან როდესაც პავლე არის ეზოში ჩვენ ვართ 7-ად ის სასმელსაც ძალიან ისე სვამს აი არ სვამს თუ მოსვამს არა თუ მარიხუანა და ნარკოტიკი
შემდგომ ვისკის სახლიდან მოვასწარი და ამოვიღეთ კამერები. პავლეს მოტკეცილი შარვალეცა, მოტოციკლი დატოვა, სკუტერი. მადლობა ღმერთს, რომ ხელოსანმა არუთუნიანმა მისცა ჩვენება, რომ ჩემთან იყო და წამოვიდა. ზუსტად 500 მეტრზე ლაპარაკი. გესმით, რატო გიყვებით, რომ მე მინდა რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ პროკურატურამ ამ ყველაფერზე გააკეთოს რეაგირება, იმიტომ რომ ჩვენ ყველას ვერ გადავწუდებით და ყველას ვერ მივწუდებით და არ შეიძლება ადამიანების დაღუპვა. ირაკლი გოლეთიანის კიდევ ერთხელ რამდენჯერმე ვთქვი და მეუღლე ფეხმძიმეთ არის, გიორგი გუდაძის მეუღლე ფეხმძიმეთ არის, პავლიკას პატარა შვილი ყავს და კიდე გაუჩნდება ღმერთმაქინას და დემოგრაფიაზე რო ზრუნავთ, საიდან ზრუნავთ? რას ვაკეთებთ ქვეყნისთვის აუდანაშაულო ადამიანებს, ვინ გრიგოლ ბესელიას ახლა გადავდივართ თავარ თემაზე. გრიგოლ ბესელიას ბრძანებით ჩვენებაში ნახსენებია ის პირადად შეხვდა მასე დაკითხვისას პავლე გოცირიძეს პირადი ჯინი, პირადი გამოყოლილი ნაციონალების დროიდან, იმიტომ რომ ეს ბიჭები არ იყვნენ მათი მონები და მათი მსახურები, ჩვეულებრივი წესიერი, ძილობიანი ბიჭები არიან, რომელსაც არ უნდა თანამშრომლობა, ჩვეულებრივი ცხოვრება უნდათ, ოჯახები უნდათ და რატო უნდა ითანამშრომლოს, აგენტი რატო უნდა იყოს? აგენტები სხვაგან მოძებნონ. კარგით, გრიგოლ ბესელია, რომელიც იყო ქალაქის სამმართველოს უფროსი, გუდაძის საქმეს გადაყვა მხეიძე და ანუ მანამდე კიდე ჩამდებები მთავარი რა მხეიძე, უბრალოდ ცირეკიძე, ქურდაძე უშუალოდ ვინც ჩაუდო პავლე გოცირიძეს. უშუალოდ. მე ამას შინაგან საქმეთა სამინისტროს ვამბობ, იმიტომ რომ მანამდე ჭორი გამოდის ხოლმე პირდაპირ, რომ თურმე მინისტრმა გამოიტანა 1000 წალი სუბუტექსის აბი თათბირზე. აი თქვენ გესმით დაახლოებით აი მდგომარეობა და ჭორი გამოდის და სია, რომ ვინ არის დასაჭერი. ეს ხო ტყუილია. გოგა მღებრიშვილი არის კანონის კაცი, ყველამ ვიცით. კანონის კაცია. და როგორ ან ვინმეს როგორ წარმოუდგენია თათბირზე გამოტანილი სუბუტექსის თუ რაღაცა აბები 1000-ობით, რომ ჩაუდეთ ყველას. აი ესეთი ტექსტით. ჯერ ეს ჭორი გამოდის და შემდეგ სიები გამოდის ბიჭების, ვისაც იჭერენ. ანუ სიას ეუბნებიან შენ დასაჭერთა სიაში ხარ და მერე იჭერენ. რატომ? კითხავთ. გეტყვით რატომ? ეს ბიჭები არიან, ვინც რეჟიმს არ გაუწვნენ. ეს ბიჭები არიან, ვინც ვისაც უდესიანის ზონდერების არ ეშინიათ, შიშველი ხელებით ებრძოდნენ. ციხიდან თუ გარეთ ყუთებთან შიშველი ხელებით გრიგოლ ბესელიას არჩევნების წელი მოდის, ასეთი ბიჭები მათ არ აწყობთ, ეს წესიერის დილობიანი ავტორიტეტული ბიჭები ქუჩაში არანაირად და ეს უდესიანის ვითომ ძველი ბიჭი ზონდერები ქალაქში პირველი მაგათმა ჩაიდეს იარაღი. ამიტომ უდესიანს ვთვლი, რომ ეხლა კი გადაკეტილები არიან ზოგიერთები, მაგრამ ფრთხილად იყოს მოსახვევში არ მოცურდეს. პირადად ვეუბნები. ეგ ერთი. მიცნობს კარგად და იცის ვინც ვარ. მეორე, ნიკარურუა გრიგოლ ბესელიას ხო აუცილებლად საჩივარი შესულია პავლე გოცირიძეს. ეს აღარ არის ის დრო, ის მოხსენი, ეს მოხსენი, ეგრე არ არის. პავლე გოცირიძეს დაწერილია, ინსპექცია განიხილავს ამ თემას, ქალბატონმა ლილიმსხილაძე მოსამართლემ გაამართლა, რა თქმა უნდა რეაგირება უნდა მოხდეს. რეაგირება უნდა მოხდეს, ფაქტი არის რომ ჩაუდეს. ფაქტი არის რომ არადამტკიცებელი იყო ყველა მტკიცებულება, რაც წარმოადგინა შინაგან საქმეთა სამინისტრომ. ქურდაძის სახით და ბესელიას ბრძანებით, ასე შემდეგ. შემდგომ საჯარო ახსოვლებაც შეეხება და კახიშვილს. რა თქმა უნდა, კახის იქ დახვდა ძველი კადრები. პავლე გოცირიძე მოშიმშილე გადაიყვანეს უკვე იმაში, რა ქვია, საჯარო ახსოვლების სისტემაში და პირდაპირ ადამიანი, რომელიც კანონით, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, უნდა შეიყვანათ მოშიმშილეთა საკანში, შეიყვანეს სადაესკალაციო ოთახში. ეს არის რაღაცა გიჟებისთვის გამოყოფილი რეზინებიანი. ადამიანს არ მიცეს პლედი, არ მიცეს რაღაცაზე რომ დაწოლილიყო და იქამ წყობრიდან გამოიყოლეს 22 დღე იშიმშილა. ბოლოს მამაიობი შევიდა და მან თხოვა რომ არ შეიძლება არაქრისტიანულია თავის მოკლა. თორე ადამიანი იყო გამოსული წყობრიდან. ის უნდა უსინდისოდ დაჩაგრეს და არ მე მესმის მისი, მეც იგივეს გავაკეთებდი. ქალი ვარ და იგივეს გავაკეთებდი ზუსტად.
როდესაც ეს უნამუსოდ გეკცევიან, გდანის საპყრობილეზე მაქვს საუბარი. გდანზე რა უნდა სადეესკალაციო ოთახში მოშიმშილეს, რომელიც შიმშილობდა სამინისტროდანვე და რა 7 დღე, 22 დღე ვინ რა ვერ გაარკვიეს. რატო არ აიყვანეს მოშიმში რა 7 დღე სანამ ღილები არ გადაყლაპა და გაყინეს ბიჭმა გაიხადა მაიკა და მიაფარა მას რა ქვია მესმის კონდიციონერი უნდა იყოს ჩართული რა თქმა უნდა საჯარო ხსურებაში მაგრამ როდესაც პატიმარს არ აქვს პლედი გაიხადა მაისური და მიაფარა იმიტომ რომ ყინავდნენ აწამებდნენ ჩვენ ეს დრო გავიარეთ მაშინ რეჟიმი ბრძანებდა ნაციონალთა მე სხვანაირად მათ არ უწოდებთ რომ სიტყვა არ მეშლება მაშინ ბრძანებდა და მაშინ იყო გამოცხადებული მიხეილ სააკაშვილი კრიმინალის მიერ ნულოვანი ტოლერანტობა ეს სხვა თემაა დღეს ჩვენ ამ დროში აღარ ვცხოვრობთ ჩვენ ეს გამოვიარეთ არჩევნების გამოვიარეთ ამიტომ მსგავსი რა დღეს არის საბოტაჟი ქვეყანაში საით მივდივარ ეს არ არის მარტო პავლე გოცერიძე არ არის მარტო ირაკლი გოლეთიანი და ასე შემდეგ ძველი კადრები რომლებიც ჩარჩენილი არიან გინდა საზოგადოებაში გინდა შინაგან საქმეთა სამინისტროში სისტემატიურად ახდენენ საბოტაჟს აბა მე სხვანაირად არ მესმის რატომ უნდა ჩაუდო ნარკოტიკული ნივთიერება ახალგაზრდა ბიჭს რომელსაც არ უდევს რატომ უნდა ჩაუდო იარაღი ახალგაზრდა ბიჭს რატომ როდესაც მას ეს არ აქვს და იარაღზე კიდე ვიღაც რაღაცას დაიჯერებს ხო ბოლო ჯერს კამერა ჩანს ფოტო პოლიციელი სადაც ხელს ადებს ნახავთ აქტებს და ნახეთ პავლე გოცერიძეს მოტკეცილი შორტი აცვია მოტკეცილი მაიკა 23 სანტიმეტრიანი იარაღი ხა რაზეა ლაპარაკი და პოლიცია რა აკედოთ ეხა ფოტო გვაქვს ვისკის სახლიდან ამოღებული შემდეგ როდესაც მოვინდომეთ აზერბაიჯანის სახლიდან და სულ რაღაც კილომეტრზე საუბარი ისეთი ცდომილებებია პოლიციელების ჩვენებებში და მე ვთხოვ შინაგან საქმეთა მინისტრს და პროკურატურასაც ამოიღონ მე არ მინდა ხა გვარების დასახელება ზედმეტად რო არ გადაგღალოთ ამოიღონ პავლე გოცერიძის ჩვენება თავიდან ბოლომდე ის დღეს მოსამართლემ ქალბატონმა ლილი მსხილაძემ კიდევ ერთხელ ვამბობ რომ მისი სახით მე დღეს დავინახე რომ ჩვენი სასამართლო ყველაზე ჰუმანური სასამართლოა მსოფლიოში და პროკურატურას რაც შეხედევ ერთხელ ვიმეორებ ხეიძე ვასილ ხეიძე ეს არის ყოველად უნამუსო ნამუსგარეცხილი ადამიანი იმიტომ რომ იქ აი ისე ჩანს ყველაფერი, ისე ცდება დროებში პოლიციელების ჩვენებები, რომ ბესელიების და ქურდაძეების მსგავსებს პროკურორმა არ უნდა იკადრო და არ უნდა გადაეფარო. აი მიტომაც არის ახალგაზრდა ბიჭი, აი ესეთი პატარა, არ უნდა იყოს პროკურორი. მე ხშირად ვახსენებ ხოლმე საბჭოთა კავშირის დროს, იმიტომ ტერორის მენატრება, არა სხვა რამეს ვამბობ. არც მოსამართლეები იყვნენ ახალგაზრდები, არც პროკურორები. იმიტომ რომ ჩემს სასახში 45 წლის სასახში სხვანაირად უყურებ როგორც ჩვილებს და უყურებ სხვა გადმოსახედიდან. არ შეიძლება პროკურორი იმეტებს ახალგაზრდა თვითონ პავლე გოცერიძის ხელა. მარტივად უბრძანეს და იმეტებს. როდესაც შვილი ყავს სხვა გადმოსახედიდან უყურებ ან ასაკი გაქვს უკვე გამოცდილება ესე ვერ გაიმეტებ ადამიანს. ამიტომაც ჰქონდა დიდი გამოცდილება მაშინდელ პროკურორებს და მოსამართლეებს და რაღაცეები გადმოიღონ, რაღაცეები აღადგინონ. არ შეიძლება პატარა ბიჭი იყოს პროკურორი. ესეთ და მით უმეტეს ესეთი უნამუსო და ნამუსგარეცხილი. უნამუსო და ნამუსგარეცხილი. ვაგრძელებ. რაც შეეხება უდესიანის ზონდერებს. რომლებიც მთელი ქალაქის მიმართულებით თესავენ პროვოკაციებს. თქვენ იცით მე არ ვიტყუები და მისმინო შინაგან საქმეთა მინისტრმა და ყველა მე არ მერიდება მათზე ვითომ აი ესე ბჭყალებში ძველ ბიჭებზე ძველ მორჩა ეგდრო ქალაქში და აი კარგ ბიჭებზე და წესიერ ბიჭებზე რომლებიც მათ უდგანან ვაშკაცურად გინდაც არჩევნების დროს და გინდაც ყუთების დროს და გინდაც სარიელი ხელებით აი ესე იარაღებით რო დადიან რო დაიწყეს სიარული იარაღებით მათ პირველებმა და მე ეს არ მეშლება მე ვიცი მთელ ქალაქში რა ხდება მე ხო არ გონივარ და მარტო მგვალბას ვარ თხამ წრეებს ახლა ბევრჯერ გავიმეორე ეს ვიღაცებს ეჩვენებათ კი მე რა თქმა უნდა ვიბრანჭები კიდევაც და იმასაც ვიზამ ამასაც რა სისულელე მაგრამ ვიცი მე სხვა ცხოვრებით მაგ ნაცხოვრები მე გამოვლილი მაქვს 90-იანები მე მაგ ის დრო ნანახი ყველაფერი ნანახი მაგ ცხოვრებაში მე არ შემეშლება ამიტომ
უდესიანი ზონდერები გამოწვრთნილი კილერები, რომლებიც ყველა მიმართულებით ისეთი იმდენი მთელი უბნებიდან მაქვს ინფორმაცია, ყველა მიმართულებით ესავენ პროვოკაციას რომ წამოიყიდონ, ხა რამდენჯერმე რომ მოვიდეს ჩემთან ადამიანი, შენ მეგობარი გამილახოს. მე მოვიდეს და ღამე მანქანა დამიცხრილოს. ეხლა თქვენ როგორ გონიათ მე როგორ მოვიქცევი? ხვდებით რას გეუბნებით? არ არის ეგრე, როდესაც ადამიანი დაუცველი გრძნობს თავს და როდესაც სისტემა მე ოცნება არა ვარ ხალხო. მე თავის მართლების რეჟიმში თქვენ ახლა გიკვირთ რომ ვიმუქრები. მე ოცნება არა ვარ და მე არც პარტიული ვარ და არც გავხდები არასდროს, არც პოლიტიკოსი არ გავხდები. და ჩემ სამშობლოს მე მაგის საშუალება რომ უანგაროდ ვემსახურო. ვამბობ და ყველას ვაფრთხილებ და კარგად მისმინონ რა. სამშობლო არც ჩემი შვილის არის, არც ჩემი დიშვილების, რომელსაც მე ვზდი. არა, ცოტა დებილების ქვეყანაში ხო ვცხოვრობთ? ისე აუხსნი კომერციულად, იმიტომ რომ კომერსანტობა ხო მოდაში გახდა. კომერციულად აუხსნი. ბებია ჩემის და ბაბუა ჩემის მონაგარი, ხო ვართ 25 ადამიანი. 10 წელიწადში, 20 წელიწადში ხო ვიქნებით 50, სულ ცოტა. აი ეს არის ვიღაცის აგენტობისთვის, აი ამ 50 ჩემი სისხლი და ხორცის გულისთვის, ჩემს ერთადერთ შვილს ღორივით დავკლავ. არა თუ ვინმეს. აი ამ 50 ხვანაირად არ ესმის ამ ხალხს. ამათ სამშობლო პათეტიკა გონიათ. პათეტიკა. ამერიკის საპატიო მოქალაქე 90-იანებში მტოვებდნენ და ავიწიე გაჩახჩახებული ამერიკიდან და ჭრაგი ყოცონი როენთო ეგეც საქართველოში დავეშვი რაზე მელაპარაკე მაშინ არ მივატოვე ჩემი ქვეყანა და მაშინ არ დავტოვე პასპორტი ესენი რაზე მელაპარაკებიან მე დოკუმენტაციასაც წარმოვადგენ როცა საჭირო იქნება ამ ყველაფრის რა გონიათ რომ რამე არა მაქვს ცხოვრება სამშობლო არის ჩვენი შთამომავლობის ცოტა ყველა ყურადღებით მოიქცეს რაც შეეხება რურას მე მიწყობენ ყოველდღე პროვოკაციებს ეხლა ვაგრძელებ შინაგანი საქმეთა მინისტრის მისამართით და ასე შემდეგ ყოველდღიურად ვიმყოფები პროვოკაციების ქვეშ ყოველდღიურად იმიტომ რომ იციან მარტო ვარ იმიტომ რომ იციან რომ არ თანამშრომლობ ხელისუფლებასთან იმიტომ რომ იციან რომ მარტოა და რა მშობლობა უფალი მოწყალეა რაც ვივლი რა ამდენი ცოტა მივლია ცოტა მიომია ამ ქვეყნისთვის არც ერთხელ არ ყოფილა შემთხვევა როდესაც ჩემ ქვეყანას ეს არა ქვია დაჭირდა და ეხლა რამე მეტყობა რომ ეხლა ისა რა ქვია რა გასართობი არა მაქვს არა მაგრამ როდესაც ქვეყანას ჭირდება ქუჩაში უნდა გამოხვიდეთ და იქაც უნდა დადგეთ ეგრე არ არის ქვეყანა ეგრე არ არის თქო სამშობლო სხვა რაღაცა არის და რაც შეეხება ნიკარაგუას. მე არ ვიცი რა მიმართულებებიდან, იმიტომ რომ ძალიან ბევრი რამე გადავიტანე ამ ერთოში, ძალიან ვარ განადირებული და კიდევ ერთხელ ვამბობ, მე არა ვარ ოცნება, მე არ დავდგები თავის მართლების რეჟიმში. მე იქით გამოუცხადე ნადირობა. აი ესე პირდაპირ უცხადებ, ღია კარტით მიყვარს თამაში თანრიგოსანი ვარ ჭადრაკში. არა მარტო ჭადრაკში. სურავ კარგად და ცხენზეც კარგად ვზიარ. ვისური გადასარევად. და კანონები ვიცი, ბევრად უკეთესად ვიდრე მათ იციან. ყველას ვაფრთხილებ, ნუ შემომეთამაშებიან. თორე აი ნიკარაგუა ბავშვობიდან ვიცნობს კაკრას ყველაზე ძალიან კარგად და იცის რა მგელიცვარ. სახელი რაც მაგ კარგად იცის და მისი მიმართულებით ვამბობ. არის რაღაც ქალაქური წესები და საქართველოს ქართული წესია. როდესაც რაც მშობლები ამხანაგობენ და რაღაც ურთიერთობა გქონდა, რაც არ უნდა, ჩვენ არ გამარჯვებას არ ვეუბნები 2006-დან. ჩემზე დაწერა გახსნა თემა, ტაბუ მოხსნა ამ თემას ჩვენ საზოგადო სივრცეში ერთმანეთს არ ვლანძღავდით. მე რაც სათქმელი მქონდა, მას პირადად ვეუბნებოდი ყოველთვის. ეხა კარგად მომისმინოს რა, ის ჩემი ვერელების, ჩემი მეგობრების, მეგობარი ძმაკაცი არასდროს არ ყოფილა. ყოველთვის გვეტენებოდი, აი ესე მომისმინოს. მხედრიონელი იყავი შენ, ნაძირალე და ნაგავი და ემაზე ქსივები დადიოდი შენ. ისროდი ყოველთვის იქ, სადაც აღარ იყო სასროლი. ბალამუჩიკი იყავი შენ ყოველთვის. დიდი ხანია ქალებს აღარ აუპატიურებ იარაღის დადებით.
და ვინ გაგიძვრა, მაგას ჩვენ მეგობრებთან ვიტყვი. არ შეგეშალოს რამე. წყობრიდან ვარ გამოსული, მე გაფრთხილებთ, აი ნადირი, აი ხეცი რო შემოგიტრიალდება, გინდაც სულ ერთია ნადირობა, ორნაირად ახსენით. არის განადირებული, ანუ როცა ნადირობ და ნომერში ზიხარ და უგდებ იმას, რა ქვია, მოსასატყუარას, ეს ერთი და მეორე, როდესაც ხარ ხეცი რო შემოგიტრიალდება, მე არ გავიქცევი არსად, და არც თავის მართლების რეჟიმში არ ჩავდგები, მე არა ვარ ოცნება. მე ეგრე არ მიცხოვრია და არც ეგეთ მამას გაუზდივარ და არც ეგეთ ბაბუას. ძალიან ფრთხილად იყოს ყველა რა. ძალიან ფრთხილად. თორედ კი მიცნობთ კარგად. შესრულება როგორი ვიცი. ეხლა ჩამოვთვალო მელიას 1, 2, მესამე და სამეგრელოში როგორ კიდე, ეხლა აღარ მინდა ახლა ლაპარაკი, ოპერაში ვიждები პუჩინიზე. და ისე შესრულდება ყველაფერი. რურუას მისამართით ვამბობ ამას და უდესიანის. თქვენი კილერები დაასტოპეთ. და დააყენეთ და ქვეყნო ბესელია, გრიგოლ ბესელია. შეგჭამ ცოცხლად, ძვლებსაც არ გადმოვაფურთხებ. ვის არ ბავშვებს წამალს უდებ? შეუნამუსო შენ. თუ ის მოუყვერო, საერთოდ რო არ გეკუთვნო და სახელმწიფო მე საზოგადოებრივი საბჭოს თავმჯდომარე ვარ და დავრეკე სახელმწიფო რაღაცა დრელებს იპარავდნენ ოლიმპიური სოფლიდან დღე-დღეზე უნდა გახსნილიყო და ხა შენებლობა ვისაც ესმის ხა 10 დრელის დაპარვა და მოპარვა და 10 მეტრი კაბელის ყველა მისის რასაც ნიშნავს, ანუ დაგვიანდება ძალიან. და რა, ქალაქის სამმართველოს უფროსი მიირეკავს ვიღაცას მანჩო გიორგობიანს. სვეცკად? მაგას ჭამს გერმანია? კიდევ ერთხელ ვამბობ, გიყიდით და გაგყიდით. კანონითაც, უკანონოთაც, ისეც და ასეც და ყველანაირად. და ვსო, დავამთავრე ამით რა, მიფრთხილდეს ყველა. ძალიან გამხეცებული ვარ.